სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. მართალია თოვლით და ომით, მაგრამ მაინც მობზანდა მისი აღმატებულება გაზაფხული. გაზაფხული ჩემთვის და ვიცი რომ თქვენთვისაც ეს არის სიმბოლო განახლებისა, სიმბოლო აღდგომისა, ბედნიერებისა, სიხარულისა და სიყვარულისა. ღმერთმა ინებოს, რომ დასრულდეს ყოველგვარი შუღლი, ბოროტება და ომი ქვეყანასა ზედა და იყოს მშვიდობა ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ქვეყანაში და სრულიად სოფლიოში. ჯერ კიდევ 60-ში, როდესაც ღმერთმა ადამიანს მისცა მცნება ადამიანს და მის მეუღლეს, რომ გარკვეული ნაყოფი ხილი არ მიეღოთ და მიიღეს, ეშმაკი მაშინვე ნერგავს იმ პირველ ეკლესიაში, ის პირველი ეკლესია, პირველი ოჯახი, ადამი და ევა, ეს უკვე არის ეკლესია, ეს არის პირველი ოჯახი და იმ პირველივე ოჯახში თესავს ცრუ სწავლებას, რომ მართლა ასე გითხრათ ღმერთმა, რომ ყველა ხილიდან არ უნდა მიირთვათ და რომ მიირთვათ, თქვენ იქნებით ვითარცა ღმერთები. უყურეთ, უკვე პოლითეიზმი, მრავალღმერთიანობა, ანუ ცრუ სწავლება შემოიტანა ჯერ კიდევ 60-ში არაწმინდა სულმა, მაგრამ ღმერთი რის ღმერთია, რომ იქავე არ ჩაახშოს ეს ცრუ სწავლება და პირველი ხარება აღესრულა 60-ში და ღმერთი მიმართავს არაწმინდა სულს. ეს გთხოვთ რომ გახსოვდეთ, როდესაც ყველაზე ძალიან იქნებით შეჭირვებულები, არაწმინდა სულისგან დაღონებულები, დარდიანები, დეპრესიულები, თითქოს გამოსავალი აღარ არის, რა გვეშველება, რა ხდება? ნახეთ, რომ დედაკაცის თესლი, ანუ ეს არაბუნებრივია, ხო, როგორ შეიძლება დედაკაცის თესლისგან იშვას? ანუ აქ ლაპარაკია ღვთისმშობელზე, ახალ ევაზე, მოვლინებული პიროვნება ეშმაკს მიმართავს, რომ შენ თავს გაგისრესავს და შენ მას ქუსლს უგესლავდე. ეს დაიმახსოვრეთ, ეს თელი ცხოვრების მანძილზე ეს აღესრულება. რა არის მართლმადიდებლობის ზეიმი? მართლმადიდებლობის ზეიმი არის ზუსტად არაწმინდა სულისგან წამოსული არაწმინდა არასწორი მწვალებლური სწავლების გასრესვა და დამხობა. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ჩვენ დაგვამშვიდა ღმერთმა იესო ქრისტემ, იმართა პეტრეს და პეტრეს სახით დედა ეკლესიას, ყველა მოციქულებს, ვინა ვარო მე, ხალხიო რას ამბობსო, შენახარო იერემიაო, ესაიაო, მაგრამ თქვენ რას ამბობთო, მე ვინა ვარო. შენახარო პეტრე წამოხტება, ესეთი ფიცხი კაცი იყო, გალილეველი პეტრე, ესეთი ხანჯლი დადიოდა, შენახარო ძეხვთისა ცხოველისა და კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ჯოჯოხეთის ბჭენი მას ვერ ერეოდიან. გახსოვდეთ, როცა გაიგებთ, რომ რომელიღაცა ეპისკოპოსი, უდელი ან მოკლედ ისეთი ადამიანი ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, არა თქვათ, ვაიმე, რა ვქნა, რა გვეშველება ვიღასი ვირწმუნოთ, რა იქნება, როგორ იქნება, ჯოჯოხეთის ბჭენი ეკლესიას ვერ მოერევიან ვერასოდეს. რატომ? იმიტომ რომ ეკლესია მისტიკური სხეულია, საიდუმლო სხეულია იესო ქრისტესი და ასევე არის ორგანიზაცია გარკვეული ადამიანების, უпростоრად ცოდვიდან გამოხმობილი ადამიანების კრებული. ჩვენს ოდესღაც ასეთები ვიყავით და დღეს შევიკრიბეთ ერთად დედა ეკლესიის წიაღში, რათა ვიზეიმოთ მართლმადიდებლობის ზეიმი. მაგრამ ბოროტისული, რის ბოროტისულია რომ გაჩერდეს, ის სანამ უფლება აქვს მიცემული, არ ჩერდება და მან 7-ჯერ დაარღვია ეკლესიის მყუდროება. ეკლესიის მყუდროება მან გარკვეული არაწმინდა, არასწორი სწავლებები დაარღვია და ეს იყო პირველი მეოთხე საუკუნეში, როდესაც გამოჩნდა პიროვნება არიოზი, რომელიც იყო პროტოპრესვიტერი, წარჩინებული, ანუ პირველი მოძღვარი ალექსანდრიის ეკლესიაში და მან დაიწყო პირველი ესეთი სერიოზული მწვალებლობა, ეხლაც გრძელდება
ნებისმიერი რასელისტი თვითონ ეძახიან, უწოდებენ თავის თავს იეჰოველებს, მაგრამ ნამდვილი იეჰოველები ჩვენ ვართ. იმიტომ რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია და ჩვენ მისი მსახურები ვართ და ისინი არიან ვიღაც ზაკვარი მაცდური პიროვნების ესე თქვათ რასელის მიმდევრები. და ერთ-ერთ საუბარში მან ესეთ გაკადნიერდა და აქაც პირადი შურით და ბოღმით ახსილი მას უნდოდა ალექსანდრიის კათედრა. ეს იყო პიროვნება, რომელიც ბაუკალის პროვინციიდან, დაბიდან იყო გადმოყვანილი ალექსანდრიაში, წვალებლობაში იყო და აქ უკვე დაირღვა ჯულის კანონი, მაშინ ჯულის კანონი ესეთი სახით არ იყო ჩამოყალიბებული, ახლად მოქცეული არ უნდა აკურთხო მღვდლად. წვალებლობიდან ახლად მოქცეული არ უნდა ეკურთხოს მღვდლად. ეს დაირღვა და აი ესეთი პიროვნება თავიდან დაბნეული, გაორებული, ვერ გაეგო რა წამდა, ასეთი ადამიანი გახდა პრესვიტერი. განათლებული კაცი იყო, პოეზიაში ერკვეოდა, მისი მწვალებლობები პოეზიის სახით გადაეცემოდა მთელ ალექსანდრიას და რომ დაინახა რომ მას ეგონა რომ თვითონ უფრო მეტად განათლებული იყო ვიდრე ალექსანდრე, პირად საუბარში უთხრა რომ იყო დრო რომ ქრისტე არ იყო. და ალექსანდრე მაშინვე უთხრა რას ქვია არ იყო იესო ქრისტე, არის ბუნებითი ღმერთი, არის ძეხვთვისა, მოკლედ აუხსნა როგორც ბიბლიაში წერია და აი აქედან დაიწყო რაც დაიწყო. იმდენად გავრცელდა ეს სწავლებლობა, რომ ამისთვის გახდა რაც დიდია საცდური და დიდია ჭრილობა, დიდია სნეულება, დიდი სალბუნი არის საჭირო. ამიტომ პირველი მსოფლიო კრება 325 წელს ნიკიაში მაგიტომ შეიკრიბა, რომ დამხობილიყო ეს პირველი მწვალებლობა, რაც იყო უშუალოდ იესო ქრისტეს ღვთაებრიობის წინააღმდეგ. არიოზი ამბობდა, რომ ქრისტე არის ქმნილება, პირველი ქმნილებათა შორის, მას განუმარტეს და აუხსნეს, რომ არ არის ასე. შემდეგ გამოჩნდა ვიღაც მღვდელი მონტანი, რომელიც ამბობდა, რომ სულიწმინდა არ არის ღმერთი. ეს სწავლებლობას დაიგმო სარწმუნოების სიმბოლოში გარკვევი წერია დასული წმინდა უფალი და ცხოველს ყოფილი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისათანა და ძისათანა თაყვანის იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარ მეტყველთა მიერ. ძალიან მოკლედ მინდა არ გადაგღალოთ, გითხრათ ექსკურსი, რატომ რა კრებები იყო და რატომ იყო. ესეც დაემხო. შემდეგ გამოჩნდა პიროვნება ნესტორი, რომელიც ამბობდა, რომ კი ბატონო, ქრისტეში არის ორი ბუნება, მაგრამ ღვთაებრივმა ბუნებამ შთანთქა ადამიანური ბუნება და ღვთისმშობელი არ არის ღვთისმშობელი, არის ქრისტეს მშობელი. ესეთი კრეხელობა წარმოთქვა მან, ესეც დაემხო. მოკლედ, რო ვიცოდეთ, ებრძოდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას, სულიწმინდის ღმერთობას, ქრისტეს ორ ბუნებას, ღვთისმშობლის ღვთისმშობლობას და ქრისტეში ორი ბუნების ერთნებელობას. ანუ ქრისტეში არის ორი ბუნება და ორი ნება და მონოთელიტები ამბობდნენ რომ არისო ორი ბუნება, მაგრამ არის ერთი ნება. მაქსიმე ამხსარებელი აი ამ ყველაფერს შეეწირა პირდაპირ რო ითქვას, ერთადერთი იყო პიროვნება, რომელიც ებრძოდა მონოთელიტებს და მან თავისი სიცოცხლის ფასად დაამოწმა ეს ყველაფერი. აი უკვე შემდეგ მერვე საუკუნეში, როდესაც ერთ-ერთი პირდაპირ გეტყვით, რომ ისლამი რელიგია არ არის, ეს არის მწვალებლობა, ეს არის სექტა, რომელიც აღმოცენდა ქრისტიანობის წიაღში. და იოანე დამასკელი მას ჩამოთვლის როგორც მწვალებლობას აღმოცენილი მართლმადიდებლობის წიაღში. იმიტომ რომ ისლამი არის აპოკრიფებიდან ამოღებული, დამახინჯებული ცრუ სწავლებების კასკადი, რომელიც არღვევს ამ ათმცნებას და ყველაფერს. თუ კი რამე ცოდვა არის, ყველაფერი არის მან, ასე თქვათ, ასეთი დარღვევებით გადმოცემული. და როდესაც ჩდება ისლამი მე-7 საუკუნეში და ფეხს იკიდებს, აი აქ უკვე ბიზანტიის იმპერია სუსტდება და ბიზანტიის იმპერატორს უნდა რომ მაინც და მაინც არ გააღიზიანოს მუსლიმანები და იწყება აი ყველაზე ნამდვილი მიზეზი არის ეს ზუსტად რომ ისლამი ძლიერდება და მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა სუსტდება, ანუ ბიზანტიის დაცემა იწყება და არ უნდათ რომ გააღიზიანონ
მუსლიმანები და ნელ-ნელა მომიზეზებით რომ და ესეც იყო კი ბატონო რომ ცოტა გადამეტებულ პატივს მიაგებდნენ ხატებს, ნათლიებად აყენებდნენ, ემსახურებოდნენ და ხატებიდან აღებული მტვერი და საღებავების ანაფხეკით, ასე თქვათ, ეზიარებოდნენ ზედაშეში, ასე თქვათ, ღვინოში ურევდნენ და იმას იღებდნენ. ეს არის მკრეხელობა, ეს არის პირდაპირ კერპთაყვანისმცემლობა. თანამედროვე ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რითი განსხვავდება კერპთაყვანისმცემლობა და ხატთაყვანისმცემლობა. რა არის კერპი და რა არის ხატი. აი თქვენ ხშირად გაუჩერები ხართ ალბათ ქუჩაში პროტესტანტს და უთქვავს რომ ათმცნებაში ხო წერია მეორე მუხში რომ არ ქმნა თავისა შენისა კერპი, რაც არის ცაში, რაც არის დედამიწაზე, წყალში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ ოდესაც ხატი ეკურთხება, თქვენ ალბათ უსმენთ მოძღვარი რა როცვას კითხულობს. ვითარცა მონასა შენსა მოსეს უბრძანე, რათა გამოსახოს ხატი ქერუბიმსა კარავსა ზედა, ეგრეცა მოგვიღებიეს ხატი და დღესასწაული მათი. პირველად თვითონ ღმერთმა ქერუბიმის გამოსახულება უბრძანა მოსეს, რომ მოძრავს კინიაში, კარავში ყოფილიყო გამოსახული ქერუბიმის გამოსახულება და სულიწმიდის მადლი ქერუბიმზე გადმოდიოდა და მერე გადმოდიოდა მოსეზე. რა არის კერპი? რასაც ან ვისაც შენ ემსახურები და ღმერთზე მაღლა აყენებ, ის არის კერპი. ეს შეიძლება შენი შვილი იყოს, შენი მოძღვარი შეიძლება იყოს, შენი ქვეყანა შეიძლება იყოს, შენი ცოლი შეიძლება იყოს. მამები ამბობენ, რომ ღმერთი ეჭვიანიაო. რატო არის ეჭვიანი? როგორც კი შენ ღმერთზე მაღლა თაყვანისცემას, მსახურებას დაუწყებ ვინმეს ან რამეს, შენ ხარ კერპთაყვანისცემელი. კიდევ ვიმეორებ, შეიძლება ეს იყოს სამშობლო. არ შეიძლება. ღმერთზე მაღლა ჩვენ არავინ და არაფერი არ უნდა დავაყენოთ. მერე იწყება, თავდავიწყება, ირევა ყველაფერი და როცა ადამიანი ხვდება, რომ კერპთაყვანისმცემლობაშია, უკვე გვიან არის. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, რომ კერპთაყვანისმცემლობა რითი განსხვავდება ხატთაყვანისმცემლობიდან. ხატს ჩვენ ვიამბორებით, პატივს მივაგებთ, იმიტომ რომ იქ არის გამოსახული ჩვენი ღმერთის ჰიპოსტასი, ანუ გვამოვნება. აი ძირითადი კამათი რაზე იყო მეშვიდე კრებაზე. 300 ეპისკოპოსიც კი შეიკრიბა ერთხელ, თქვენ წარმოვიდგინეთ, ცოტა არ არის 300 მართლმადიდებელი და ამბობდნენ, როგორ შეიძლება ღმერთის არსი გადმოსცე საღებავებით და ფუნჯებით დაფაზე. ახლა რომ დაუკვირდები, იტყვი მართლა ასია და მართლაც ასია, არ შეიძლება. მაგრამ თუ შენ იმათ აუხსნი, რომ აქ არსი კი არ არის გადმოცემული, არამედ აქ არის იესო ქრისტეს პიროვნება, ჰიპოსტასია გადმოცემული, განკაცებული ღმერთის გამოსახულება არის აქ აღწერილი. ამ შემთხვევაში უკვე უნდა გაჩუმდნენ, თუ კი ამას გაიგებენ, ეს რას ნიშნავს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ღმერთია ხატზე გამოსახული და ღვთისმშობელმა ღმერთიშვა პირდაპირ გაგებით, საშინელი მკრეხელობა, როგორ შეიძლება ადამიანმა ღმერთიშვას, ხო? წარმოუდგენელია, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ძეღმერთის ჰიპოსტასი შვა, ეხლა გასაგებია უკვე ყველაფერი. თუ შენ იტყვი, რომ პავლე მოციქულის ხატზე გამოსახულია სავლე, ეს არის პორტრეტი, მაგრამ თუ იტყვი, რომ პავლე მოციქულის ხატზე გამოსახულია ყოფილი სავლე, რომელიც განიხვთო, ღმერთი გამოეცხადა და გახდა პავლე, ეხლა გავიგე უკვე რაშია საქმე. მაგრამ არ უნდათ გაგება, არ უნდათ რომ გაიგონ, არ უნდათ რომ გონებაში შეუშვან ჭეშმარიტება. მართლმადიდებლობის ზეიმი ეს არის ჭეშმარიტების გამარჯვება ბოროტებაზე, ცრუ სწავლებაზე და ყოველგვარ არასწორ წარმოდგენებზე. თქვენ წარმოვიდგინეთ, როგორი საოცარია, რომ მეოთხე საუკუნეში ევსევი კესარიელი, რომელიც ბრძანდება ზომიერი მონოფიზიტი იყო, ეკლესიის მამათარი წოდებული
ასეთ რამეს ამბობს, რომ პირველად სიტყვა მართლმადიდებელი გამოიყენა არიოზმა და მიმართა ევსები ნიკომიდიელს. ჰეი შენ მართლმადიდებელო, მოგიკითხავ. წარმოიდგინეთ, მწვალებელი მეორე მწვალებელს უწოდებს მართლმადიდებელს. ორთოდოქსო, ანუ მართებულად მადიდებულო. ორთოს არის ჭეშმარიტი ნამდვილი, დოქსა დიდება. ორთოდოქსია მართლმადიდებლობა ნიშნავს ჭეშმარიტ დიდებას, ჭეშმარიტ თაყვანისცემას, ჭეშმარიტად აღიარებას განკაცებული ღმერთისა, ერთარსება სამპიროვანი ღმერთისა და წმინდა სამებისა. რატომ განაჩინა დედა ეკლესიამ დიდ მარხვაში პირველივე კვირას მართლმადიდებლობის ზეიმი? იმიტომ რომ გარკვეული ნუგეშის სახით ჩვენ დავმშვიდდეთ, ცოტა რთულია, ვინც მართლა მარხულობთ და მართლა მეტანიებს აკეთებდით, ანდრია კრეტელი მოისმინეთ, ეფრემ ასურს კითხულობ, ცოტა შეიძლება თავში აგივარდეს და ანგელოზად წარმოიდგინო შენი თავი და აი უკვე მე ვარ, ვინცა ვარ, აქეთ-იქით იყურები და განიკითხავს ხოებს, რომ მე მარხულობ, შენ არ მარხულობ და აი ამიტომაც ზუსტად განაჩინა ღმერთმა მართლმადიდებლობის ზეიმი, რომ იცოდე კარგად რა არის მართლმადიდებლობა, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმო შენი გული, შენი აღსარებლობა, თქვა გულწრფელი აღსარება და იზეიმო მართლმადიდებლობის ზეიმი. დღეს მინდა დავასრულო ქადაგება, მე ვიცი რომ თქვენ მთელი გულით და სულით ცდილობთ რომ მარხვა შეინახოთ და არა მარტო თქვენ, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამ ჩემს საუბარს მოისმენს და ხო გინდათ რომ მოიწადინე შენი ღვაწლი ღმერთმა შეიწიროს. ესე ხო არ არის, არა თქვათ, რომ რაღაცას ვაკეთებ, მე ესე ვიცი, მე ესე გამიგია და ხა გუდელი რას ამოს არ მაინტერესებს. არა, ჩემო კარგი. უნდა იცოდე, იმიტომ რომ ვიღაცა მარხვას რომ არ ინახავს, ის უფრო მშვიდად არის, იცის რომ მარხვას არ ინახავს. არა აქვს პრეტენზია რა, რომ მარხვას ინახავს, მართლმადიდებლობა. შენ რო გააქვს პრეტენზია და მარხვას ინახავ, ხო გინდა რომ აპატიე ჩაგეთვალოს ეს მარხვა და მარხვა იყოს მართლა მარხვა. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ მარხვაზე ის არის, რომ მარხვა ღუდლების დადგენილი არა. აი ღუდლებმა დაადგინეს და თვითონ არ მარხულობენ და ჩვენ გვამარხულებენ და ყველაზე ძველი ეკლესიაში არის მარხვა. იესო ქრისტემ დაადგინა მარხვა და ეკლესიამ სწავლების სახით დაამტკიცა. დიდი მარხვა არის ყველაზე ძველი მსახურება თუ კი რამე არსებობს ეკლესიის წიაღში. და დიდი მარხვა დადგენილია სინანულისთვის, მონანიებისთვის და კათაკმეველთათვის, რომ ადამიანი გახდეს ქრისტიანი და მოინათლოს და წყინვალე აღდგომის დღესასწაული იზეიმოს. პირველი ეს არის, ეს უნდა გვახსოვდეს და რა ის, რა ვჭამო, რა არ ვჭამო, ხანდახან დიეტოლოგი მგონია ჩემი თავი. არ გეწყინოთ რა. მე რეკავენ, შეიძლება მამა როზის ნაწარმი მივიღო, მე უთხარი შვილო, მე არა ვარ ექიმი. შენ ორგანიზმს თუ ჭირდება ზის ნაწარმი მიიღე, მე მკითხე, როგორ უნდა დასთო საცო პირსა შენსა და კარიძნელი ვაგეთა ჩემთან. მე მითხარი, როგორ გასწავლო, როგორც ყოფილმა ტანკისტმა, როგორ მოვიგერიოთ ეშმაკისგან ნასროლი ტყვიები. გახსოვთ ხო ესეთი ყველა ჩვენ ისეთი თაობა ვართ, რომ მაქსიმ კარო ერქვა ესეთი ის რო ქონდა, ჯერი რო ქონდა ტყვიების და რო მოკლედ რო გესროდნენ და შენ კიდე იმალებოდი. აი ესე გვესურის ბოროტის სული ზრახვებს, აზრებს, ოცნებებს, ფიქრებს და შენ რას აკეთებ? შენ რას აკეთებ და ლობიოს მიირთმევ, კარტოფილის მიირთმევ და გონია რომ მარხვაზე ხარ. ამ დროს განკითხვაში ხარ, ბრისხანებაში ხარ, ბილსიტყვაობაში ხარ. ასე მოიგერიებ ეშმაკს? არა. შენ რას აკეთებ? უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა, მიმომწვილობისასა, თავრობის მოყარეობისასა, ცუდად მეტყველებისასა, ნუ მიმცე მე, ხოლო სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომადლე მე მონასა შენსა, ჰე უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განც და თვისთა ცოდვათა და რა განკითხვათ ძმისა ჩემისა. ეს არის ყველაზე დიდი იარაღი, რაც შეგიძლია შენ მარხვაში დაუპირისპირო იმ ტყვიამ ფრქვევს, რომელიც დილით, საღამოთ, შუადღით, ღამე არაჩერდება. არაჩერდება და ამაზე მაგარი უფალო იესო ძეოხთისაო შემიწყალე მეწოდვიდი გამბმულად არ გაჩერდე უფალო იესო
თუ ეს გეზარება უფალო შემიწყალე რას ნიშნავს ეს რატომ ვამბობთ ამას იმიტომ რომ წარსულში არ ვიყოთ და მომავალში არ ვიყოთ ვიყოთ აწმყოში ღმერთის დროში ვიყოთ ღმერთის დრო რა არის რას ამბობს ღმერთი რა წერია მაცხოვარს თავზე შარავანდეცე მე ვარ რომელი ვარ მყოფი ღმერთი არსი ღმერთი დღეს მე ვარ აი ეხლა უნდა მოინანიო ეხლა უნდა შეინანო ეხლა უნდა ezიარო ეხლა მერე არ ვიცი რა იქნება მერე ვიმარხულებ მერე იმას ვიზავ არა მერე ეშმაკისა იცით კარგად არა დღეს უნდა გააკეთო ეს ყველაფერი ღვთისმსახურებაზე დასწრება და ეფრემ ასურის ლოცვა ძალიან ბევრი თქვენთაგანი სამწუხაროდ ვერ მოდიხართ შუაკვირაში და ჩათვალეთ რომ არ მარხულობთ შაბათკვირას ჩვეულებრივი მსახურება ღია ფერებში ვარ შემოსილები ხო ჩვენთან და სხვა ტაძრებშიც შუაკვირაში მტარდება პირველ შეწირულის ლიტურგია ანუ მარხვის ლიტურგია მამა ზაქარიამ შემახსენა რომ გადაგებაში აღნიშნეთო იმიტომ რომ ბევრმა არ იცის 5-6 ადამიანი თუ მოდის შეიძლება რომ მარხვაში დაეთხოვო რა ამ შენ ხელმძღვანელს ერთი ორჯერ სამჯერ მოხვიდე 4 შაბათობით ტარდება პირველ შეწირულის ლიტურგია შავებით შემოსილი მეტანიებით ეს აუცილებელია ჩემო ძვირფასო ამის გარეშე მარხვა არ არსებობს დიდი მარხვა შედგება ორი ნაწილისგან პირველი არის 40 დღე და მთავრდება ლაზარეს შაბათის წინა პარასკევს დაიმახსოვრეთ კარგად და მერე 2 დღე ვისვენებთ ხიზილალით ვიმხსნილებთ და თევზით ასე წერია და ორშაბათიდან იწყება მერე ნების შვიდეული იყო ადრე მარტო ნათელღებულთათვის და ეს 40 დღიანი მარხვა იყო კათაკმებელთათვის ეხლა ეს ყველაფერი გაერთიანებულია ესეთი მეც სამწუხაროდ ადრე ვაძლევდი ხოლმე კურთხევას ზოგიერთებს რომ ისა პირველი და ბოლო კვირა შევინახავ და არა მარხვა არ არის სპრინტი შემოკარგებო ეს არ არის რაღაც ისეთი რომ აი ავიღებ იმას შემართებით დავიწყებ და მე ბოლოში შემოგიერთდებით დანარჩენი მაპატიეთ შემოგვიერთდები დარწმუნებული ხარ რომ შემოგვიერთდები შეიძლება რომ ვერ შემოგვიერთდე არა არ შეიძლება ასეთი რამე ბოლო კვირა შევინახავ პირველ კვირა შევინახავ ასეთი რამე არ შეიძლება თავი არ მოიტყუოს არავინ 4 შაბათი პარასკევიც მიაყოლე რა და მოდი მოძღვართან და მოძღვარი გეტყვის როგორ უნდა მოიქცე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო შეიძლება ეს ზოგიერთმა სასულიერო პირმაც არ იცოდეს მარხვა შედგენილია ბერ მონაზვნების ღუდელ მონაზვნების მიერ და ძირითადად მონასტრული ტიპიკონია იმიტომ რომ თქვენ ეს ყველაფერი რაც დაწერილია რომ შეასრულოთ აშკარად ან ბერი გახდებით ან მონაზონი გახდებით ეს წარმოუდგენ ძალიან კარგია თუ ვინმე შეასრულებს მაგრამ ძალიან რთულია თვითონ ბერებიც ბოლომდე როგორც წერია ასე ვერ ასრულებთ ჩვენც რაღაც გარკვეული შეღავათებით ვასრულებთ აი ამ ტიპიკონს და გთხოვთ რომ თქვენ სულიერ მოძღვართან მოდით და მოძღვარი შეგიდგენთ ტიპიკონს როგორ უნდა იმარხულო დიდი მარხვა ეს ორი უკიდურესობა გვახასიათებს ზედმიწევნით ყველაფრის შესრულება ძალიან ძნელია კარგია მაგრამ ძალიან ძნელია ან კიდევ აი ესე მინდა მე ესე ვაკეთებდი ესე გავაკეთებ და ასე შემდეგ და ბოლოს მამაკაცებისთვის ანუგეშებლად და არა მარტო მამაკაცებისთვის ღვინო არის სამხსნილო პროდუქტი ოღონდ არა 3 ლიტრა არა 5 ლიტრა და არა 10 ლიტრა ხო ესე იცით ხოლმე თქვენ რა ვქნა დამპატიჟეს მივედი კიტზე და პამიდორზე დავითვერი ხო თუ მიდიხარ შენს სტუმრად მთავრდება მარხვა შეგიძლია გაიმხსნილო პირდაპირ გეუბნებით მამების სწავლება არის სტუმრად მიდიხარ დაამთავრე მარხვა სტუმრად რომ მიხვედი შენი მარხვა იქ უნდა დასრულდეს და ის რომ შენ ახლა ღვინოს მიირთმევ და კიტრით და პამიდორით ესეთი რამე ესეთი სწავლება ეკლესიას არ აქვს მაგრამ ნუგეშის სახით შაბათ კვირა შეგიძლიათ 3 კერასაული დაახლოებით ლიტრა ნახევარი გამოდის ალბათ ცოტა მეტიც ეს ნუგეშის სახით როგორ გაგიხარდათ ხო ვატყობ ახლა ხო ღვინო ახარებს გულსა კაცისასა ოღონდ ღვინო ის ღვინო არა თქვენ რო გონია სულიწმინდა ახარებს და სულიწმინდა რო გვაკლია იმიტომ გვინდა რომ ღვინოთი გავიხაროთ და
ღვინო ჩავანაცვლოთ სული წმინდას, ეგ არის. მაგრამ ისიც ის არის, მაპატიეთ ფანატიზმი, ვიღაცა რო იტყვის, რომ არა, მე ღვინოს არ დავლევ. ტიპიკონი გეუბნება, რომ დალიე ცოტა ღვინო. პავლე მოციქული ტიმოთეს ეუბნება მარტო წყალზე ნუხარო ძალიან კაცრად მარხულობდა ტიმოთე. და ეუბნება რომ ხიფში ხარო შვილო რა, არ გინდა ამდენი კუჭნაწლავისთვისო კარგია ხანდახან ღვინოც რო იხმიო. ამიტომ მართლმადიდებლობის ზეიმი ეს არის ზომიერი ცხოვრების წესი. მაგრამ აი სამჭიქავს რომ მიაყოლებ კიდე 4, 5 და 6, ეს უკვე არის ძალიან ცუდი. ამიტომ აი რაც გითხარით ჩემო ძვირფასებო, შევასრულოთ და მართლა იზეიმებს ჩვენში მართლმადიდებლობა. მართლა იზეიმებს. არა სამარხო პროდუქტებით და თეფშით. მარხვა თეფშზე არ არის. მარხვა არის გულში და მარხვა არის სულში. მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა მოგმადლოთ ღმერთმა. ჩვენთან არის ღმერთი.